მშვიდობისა, BMG-ის ეთერში ქალების ნარატივის დროა. მე მარიამი ზორია ვარ და დღევანდელ ეთერში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევებზე ვისაუბრებთ. ძლიერი ეკონომიკა წარმოუდგენელია კვალიფიციური კადრების გარეშე, შესაბამისად პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ბიზნესის ჩართულობა ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ 2026 წლის პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოზე, რომელიც 1000 წლეულის ფონდის ინიციატივით წელს უკვე მე-9-ად გაიცემა. ჩვენი პირველი სტუმარი ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იქნება. მეორე ბლოკში კი ვისაუბრებთ ახალ ბიზნესზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ქსელზე, Skills Up Network-ზე, ასევე მიმოვიხილავთ პროფესიული უნარების სააგენტოს გაუქმების გავლენას სექტორზე. გადაცემის ამ ნაწილში პროფესიული განათლების ექსპერტს უმასპინძლებთ, თუმცა იქამდე სანამ ამ თემებს ჩვენ სტუმრებთან ერთად დეტალურად განვიხილავთ ტრადიციულად მიმდინარე ბიზნეს სიახლეებს და სხვა ეკონომიკურ ამბებს გადავხედოთ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება, თუ კი აქამდე უწყება მარეგულირებელი კომისიების გარდა ყველა სახელმწიფო ორგანოს ამოწმებდა ახალი ცვლილებით შემოწმებას კომუნიკაციების კომისია და სემეკიც დაექვემდებარება. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს კერძო სექტორს გადასახადების მიღება ახალი წესებით მოუწევს, დაინერგება უნივერსალური სალარო აპარატები, რომლებიც ჩაანაცვლებენ ამჟამად არსებულ სალარო აპარატებსა და საბანკო პოსტერმინალებს. ამასთან მთავრობა შეარჩევს ერთ მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შექმნილი აპარატებითაც ბიზნეს გადახდების მიღება მოუწევთ. 20 ივნისს თბილისში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ბევრი ავტომობილი დააზიანა. TBC დაზღვევის ინფორმაციით კომპანიის მომხმარებლების სადაზღვევო შემთხვევების შედეგად დამდგარი ზიანი უკვე 4 მილიონ ლარს აღემატება, შემთხვევების რაოდენობა კი 2500 აჭარბებს. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანია ალდაკის მონაცემებს, 20 ივნისს დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ მომხმარებლებს წინასწარი მონაცემებით 10 მილიონ ლარს აუნაწღაურებენ. ამ დროისთვის კომპანიაში უკვე დაფიქსირდა 3000-მდე განაცხადი, სტიქიამ ძირითადად საცალო და კორპორატიული სეგმენტის ავტომობილები დააზიანა. UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე გამოყენებული წითელი კუთხის სკამი აუქციონზე გაიყიდა და მისი შეძენის შესაძლებლობა გულშემატკივრებს UFC Collect Table-ის პლატფორმაზე მიეცათ. სკამის შესაძენად ყველაზე მაღალი შეთავაზება $4700 შეადგენდა. ყიდველის დამატებითი საკომისიო საბოლოო თანხა $5170 აღწევდა. აუქციონი 16 ივნისს დაიწყო და უკვე 36 შეთავაზება დაფიქსირდა. თითოეული ახალი შეთავაზება წინას $100 აჭარბებდა. საფონდო ბირჟაზე დებიუტიდან მეორე კვირას ილონ მასკის SpaceX-ის აქციების შეფასება 30%-ზე მეტად არის შემცირებული და ამჟამად თითო აქციის ფასი დაახლოებით $148 ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ინვესტორი, ვინც კოსმოსური კომპანიის აქციების IPO-ს შემდეგ იყიდა, ამჟამად არარეალიზებულ ზარალზეა. ჰორმუზის სრუტეში ვითარება გადამზიდველებისთვის კვლავ არასტაბილურია. ბოლო დღეებში ნაოსნობის გარკვეული აღდგენა შეინიშნება, თუმცა ტრაფიკი ომამდელ ნიშნულზე ბევრად დაბალია. 19-დან 22 ივნისამდე ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენების შესახებ Yahoo Finance წერს. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა. 1000 წლეულის ფონდის ინიციატივით ეს ყოველწლიური ღონისძიება წელს უკვე მე-9-ად ტარდება. 2017 წლიდან მოყოლებული ჯილდოს მთავარი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ხელშეწყობა. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ისეთ ძირითად კატეგორიებში, როგორიც არის წლის პროგრამა, წლის მასწავლებელი, წლის სტუდენტი და ბიზნეს პარტნიორი. ასევე გაიცემა სპეციალური პრიზები პარლამენტის, ისრაელის საელჩოსა და ბიზნეს ასოციაციებისგან. განაცხადების მიღება 2026 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ აპლიკანტები და რა როლი აქვს მსგავს კონკურსებს სფეროს განვითარებაში, ამაზე ჩვენი სტუმარი მაგდა მაღრაძე, 1000 წლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ისაუბრებს. მაგდა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მაგდა, უპირველესად მინდა რომ ზოგადად
ეს ჯილდო, ამ ჯილდოს დაწესების და ამ ინიციატივის საწყისები გავიხსენოთ. მე-9 ტარდება, როგორც ვახსენეთ, შესავალშიც და როგორც ვიცით, თქვენ პირველივე ეტაპიდან ხართ ამ პროცესებში ჩართული. რა იყო ის მთავარი, რამაც გიბიძგათ, რომ ეს ინიციატივა შეგექმნათ და აი როგორ შეიცვალა ვითარება 2017 წლიდან უკვე დღემდე? 2013 წლიდან მოყოლებით 1000 ლეულის ფონდი მუშაობს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით. ჩვენ 2012-13 წლებში ჩავატარეთ არაერთი კვლევა, რომ დაგვედგინა თუ რა იყო ის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას, იმ დროისთვის ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურ ზრდას ასე ვთქვათ, ხელს უშლიდა და არ გაგიკვირდებათ რომ გითხრათ, რომ მთავარი ფაქტორი, რაც კვლევებმა აჩვენა და კვლევები ჩაატარეს როგორც ქართველმა, ასევე ამერიკელმა კვლევრებმა და ორგანიზაციებმა კვლევითმა, აღმოჩნდა, რომ იყო ადამიანური კაპიტალის დეფიციტი, ანუ დარგებში, სადაც საქართველოს ეკონომიკა განვითარდებოდა მომავალ წლებში, ჩვენ არ გვყავდა იმ კვალიფიკაციის კადრები, სპეციალისტები, პროფესიონალები, რომლებიც ესაჭიროებოდა ბიზნეს და ეკონომიკის სხვა სექტორებს. ნუ ეს სექტორები გახლავთ ალბათ ყველას მოგვეხსენება, ჩვენი პრიორიტეტი ქვეყნის არის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და STEM დარგები, ანუ საინჟინრო, საბუნებისმეტყველო დარგები და ტექნოლოგიები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ დიდი ყურადღება დაგვეთმო პროფესიული განათლების განვითარებისთვის, რადგან პროფესიული განათლება ზრდის სწორედ ადამიანურ კაპიტალ სპეციალისტებს მოკლე ვადაში, რაც სჭირდება ბიზნეს და ინდუსტრიას. ამ პერიოდში ასევე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ის, რომ ადამიანები არ ინტერესდებიან საქართველოში ისე პროფესიული განათლებით, როგორც უმაღლესი განათლებით. ეს პრობლემა დღემდე დგას, თუმცა ვითარება არის გაუმჯობესებული, ძალიან დიდი ინვესტიციებია ჩადებული იმისთვის, რომ პროფესიული განათლებაც განვითარდეს. ხოლო ჩვენმა ფონდმა დაახლოებით 16 მილიონი ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარში გაიღო იმისთვის, რომ ახალი პროგრამები შეგვექმნა საქართველოში, 65-ზე მეტი ახალი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამა დავნერგეთ პროფესიული განათლების პროვაიდერებთან ერთად და სხვადასხვა სტეიკჰოლდერებთან ერთად და რაც მნიშვნელოვანია, ამ პროგრამებზე მიღება არის გაზრდილი, ინტერესი არის მაღალი და ამ დროს სწორედ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნებოდა დაგვეწესებინა ჯილდო, ყოველწლიური კონკურსი, რომელიც გამოავლენდა პროფესიულ განათლებაში არსებულ წარმატებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს, მისაბაძ ადამიანებს, მისაბაძ ორგანიზაციებს, რომლებიც იქნებოდა, ასე ვთქვათ, კარგი სტიმული სხვებისთვისაც, რომ ჩართულიყო პროფესიულ განათლებაში და თავისი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მინდა განვარტოთ უფრო დეტალურად, თუ ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება და ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც შემდგომ უკვე სხვებს უნდა მისცენ მოტივაცია იმისათვის, რომ გაიზარდოს რეალურად ჩართულობა და გაიზარდოს სურვილი პროფესიული განათლების მიღების. დავიწყებდი ბიზნეს პარტნიორის ნომინაციით, რადგანაც თქვენს გადაცემას ძირითადად ბიზნესი უყურებს. ბიზნესებს, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ, თუ მათ აქვთ საინტერესო თანამშრომლობა პროფესიულ განათლების სექტორში, სხვადასხვა პროვაიდერებთან, უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან, მათ შეუძლიათ განაცხადი შემოიტანონ, როგორც აღნიშნეთ 30 სექტემბრამდე ამ წლის და წარმოადგინონ მათი წარმატების ისტორია. თუ რა მოიფიქრეს, როგორ ეხმარებიან პროფესიულ განათლებას, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციის ჩადება, შეიძლება იყოს ერთობლივი პროგრამები, შეიძლება იყოს საწარმოზე დაფუძნებული სწავლება, დუალური განათლების პროგრამები და მრავალი სხვა. 1000 ლეულის ფონდის ვებგვერდზე დევს დეტალური ინფორმაცია, კრიტერიუმები, განაცხადის ფორმები და შეუძლიათ წარმოადგინონ მათი წარმატების ისტორია. კოლეჯს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ასევე შეუძლია, რა თქმა უნდა, შემოიტანოს ბიზნესთან თანამშრომლობის საინტერესო, ასე ვთქვათ, წარმატების ისტორია. ასევე გვაქვს ნომინაცია წლის სტუდენტი და პროფესიული განათლების სტუდენტებს, რომლებიც ამ
პერიოდში სწავლობენ, პროფესიულ განათლებას ეფუძნებიან, შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი და გითხრან თუ როგორც სტუდენტი რას მიაღწიეს სწავლის პროცესში, რა არის მათი მიზნები, რა ასე ვთქვათ ინოვაციური მიდგომები შეისწავლეს. ასევე მასწავლებელს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ მასწავლებელი ყველა სექტორში და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს მასწავლებელს შეუძლია შემოიტანოს განაცხადი და ასევე კოლეჯს შეუძლია წარადგინოს მასწავლებელი, რამოდენიმე მასწავლებელი შეუძლია ერთ კოლეჯს წარმოადგინოს. შემდეგი კატეგორია და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის პროფესიული განათლების პროგრამა. პროგრამამ უნდა გვაჩვენოს რამდენად ინოვაციურია, როგორ მუშაობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტების მომზადების ჭრილში, ინდუსტრიასთან რა თანამშრომლობა აქვს და დამოუკიდებელი ჟიურის შეაფასებს და გამოავლენს ჯერ ნახევარფინალისტებს, შემდეგ ფინალისტებს და ბოლოს გამარჯვებულებს და წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში, როგორც წესი, ჩვენ უკვე ვაჯილდოვებთ გამარჯვებულებს. თქვენ აღნიშნეთ სპეციალური პრიზი, საქართველოს პარლამენტი აჯილდოვებს ინკლუზიური განათლების. აი, სწორედ ამაზე უნდა მეკითხა, რატომ კეთდება ინკლუზიურ განათლებაზე აქცენტი? აი, ეს რა, ასე ვთქვათ, ინიციატივაა თქვენი მხრიდან? საქართველოს პარლამენტის ინიციატივა გახლავთ ეს, მათ შემოგთავაზეს სპეციალური პრიზი პროფესიულ განათლებაში ინკლუზიური განათლების პოპულარიზებისთვის და ინკლუზია არის პრიორიტეტი მოგეხსენება ჩვენი ქვეყნის, პროფესიული განათლება და ზოგადად განათლება უნდა იყოს ინკლუზიური, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ძალიან საინტერესო მაგალითებს წარმოადგენენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები თუ როგორ უწყობენ ხელს ინკლუზიას. ასევე გვყავს პარტნიორები, ეს არის ისრაელის საელჩო საქართველოში თავის პრიზს აწესებს და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ 2017 წლიდან დღემდე ჩვენი მხარდამჭერი არის გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი, რომელიც იცით თქვენ რომ განათლების სექტორში უკვე წლებია მოღვაწეობს და ძალიან კარგ პროექტებს ახორციელებს და აფინანსებს. მაგდა საუბრის დროს ახსენეთ კერძო სექტორის ხო ბიზნეს ასოციაცია მათ შორის პატარკაციშვილი. აი ამ პროცესში როდესაც საუბარია პროფესიული განათლების წახალისებაზე, იმიტომ რომ სწორედ ბიზნესი დგას ხოლმე დიდი გამოწვევის წინაშე, როდესაც არ არიან ბაზარზე კვალიფიციური კადრები, ის კადრები, რომლებსაც აქვთ მყარი პროფესიული განათლება მიღებული, ხო? აი, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ ინიციატივებში თქვენი შეფასებით ბიზნესის, კერძო სექტორის ჩართულობა და 2017 წლიდან დღემდე, მაშინ როდესაც პირველად დაწესდა ეს კონკურსი, რამდენად იზრდება მათი მხრიდან ინიციატივები, რომ იყვნენ მსგავსი პროცესების ნაწილი? პროფესიული განათლების მთავარი ბენეფიციარი არის ინდუსტრია და ბიზნესი. შესაბამისად, ბიზნესი უკვე არის დაინტერესებული, მაგრამ კიდევ უფრო უნდა ინტერესდებოდეს პროფესიული განათლებით, უნდა ინტერესდებოდეს კოლეჯები რა ხარისხის განათლებას თავაზობენ, რა პროგრამებს თავაზობენ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ბიზნესმა თავად შესთავაზა კოლეჯს, რომ პროგრამა, ასე ვთქვათ, შეეთავაზებინათ ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხრივ ბიზნესის ჩართულობა. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ, ასე ვთქვათ, არის დეფიციტი, თითქმის ყველა ბიზნესი რომ მკითხოთ, გეტყვით, რომ ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტს. ანუ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ არ აყვავს სპეციალისტები. სპეციალისტები იმ დარგებში ყავს, მაგრამ მათ არ აქვთ ის ცოდნა და უნარები, რაც დამსაქმებელს სჭირდება და ხშირად გვაქვს შემთხვევები, რომ დამსაქმებელს თავად უწევს ტრენინგების შეთავაზება, თქვათ, გადამზადება იმ სპეციალისტების, რომელსაც იღებს. ეს მხოლოდ პროფესიული განათლების პრობლემა არ არის, მოგეხსენებათ ზოგადად განათლების სისტემის პრობლემაა დღეს საქართველოში და ამას ყველა ვაღიარებთ, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინება განათლების პროგრამების შემუშავების და განხორციელების დროს არის უმნიშვნელოვანესი. ნამდვილად ასეა და ხო აი კითხავთ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ცნობიერება პროფესიული განათლების მიმართ, იმიტომ რომ წლებთან ერთად კი არის რაღაც დადებითი ტენდენცია დაწუნებული ვარ, თქვენც ალბათ ამას აღნიშნავთ და ყველა ამბობს, რომ საკმარისი მაინც არ არის, იმიტომ რომ რეალურად ბევრად უფრო დიდია გამოწვევა, რაც საჭიროებს შესაბამის ქმედებს. აი თქვენ შეფასებით რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისათვის, რომ პროფესიული განათლება წახალისდეს და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ პროექტებში ჩართულობით. რა თქმა უნდა, სისტემური მიდგომა გვჭირდება აქ, რადგანაც მხოლოდ ერთი, ასე ვთქვათ, სექტორი ვერ მიხედავს ამ გამოწვევებს. დავიწყოთ იქედან, რომ, ასე ვთქვათ, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამები უნდა
გაიზარდოს, პროგრამების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ასევე ადგილების, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ თუ დაახლოებით 180,000 სტუდენტი ყავს უმაღლეს განათლების დონეზე, 37-38,000 სტუდენტი ყავს პროფესიულ განათლების დონეზე. შესაბამის საფეხურზე. შესაბამისად, ეს გამოწვევა არის, იმიტომ რომ მეტი ადგილია უმაღლეს განათლების საფეხურზე და შესაბამისად, როდესაც ვამთავრებ სკოლას, ალბათ უფრო ვიფიქრებ, რომ უნივერსიტეტში წავიდე და ნაკლებად პროფესიულში, რადგან პროფესიულში არის კონკურენცია, ადგილები შეზღუდულია, ასევე რეგიონული ხელმისაწვდომობაც არის გამოწვევა, იმიტომ რომ რაც მეტი კოლეჯი გვექნება რეგიონებში მით უკეთესი და ეს ახლა ინვესტიციებს მოითხოვს, ხოლო ინვესტიციების ნაწილში მხოლოდ სახელმწიფოს და დონორებს არ უნდა ვუყუროთ და მე ვთვლი, რომ ბიზნეს აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ მეტი ინვესტიცია ჩადოს პროფესიულ განათლებაში. თუ შევხედავთ ჩვენს მიერ განხორციელებულ და დაწყებულ 65 პროგრამას, ბიზნესის ჩართულობა იყო ძალიან მაღალი და დაახლოებით 6 მილიონი ამერიკული დოლარი გაიღო კერძო სექტორმა იმისთვის, რომ თანადაფინანსებით შემოსულიყო ამ პროგრამების დაწყების დროს. კი ბატონო. რომ შევახსენოთ მაყურებელს, როგორ ხდება, ასე ვთქვათ, აპლიკაციის შევსება, კონკურსში ჩართულობა, რა პერიოდამდე შეუძლიათ ამ პროცესების გავლა და როდის დაიწყება უკვე, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი ეტაპები. 30 სექტემბრამდე შეგიძლიათ 1000 წრეულის ფონდის ვებგვერდზე ნახოთ გაიდლაინები, ანუ სახელმძღვანელო პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის თითოეულ ნომინაციაში გვაქვს ანკეტა, რომელსაც ავსებს დაინტერესებული ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი და შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს შემოსულ განაცხადებს, გამოავლენს ნახევარფინალისტებს და წლის ბოლოსთვის უკვე გვეცოდინება ფინალისტები და მომავლის დასაწყისში დავაჯილდოვებთ 2026 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულებს. ასე რომ დრო ჯერჯერობით არის 30 სექტემბრამდე, ასევე შეგიძლიათ კონსულტაციების გავლა ფონდში. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, ვორქშოპებს ვატარებთ, რომ აუხსნათ უფრო დეტალურად კონკურსის პირობები და განსაკუთრებით ბიზნესმინდა მოუწოდო, რომ გაეცნოს ინფორმაციას და წარმოადგინოს წარმატების ისტორია, რაც აქვს პროფესიულ განათლებაში, რომ სხვებსაც სტიმული მისცეს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში. კერძო სექტორი ასევე სტუდენტებს, მასწავლებლებს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებთ, რომ დაინტერესდნენ ამ ძალიან კარგი ინიციატივით და კონკურსით. კი ბატონო, და მაგდა, როგორც თქვენც აღნიშნეთ, 1000 წლების ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, ხო, კონკურსის შექმნით, რომ აიმაღლებინა, ასე ვთქვათ, ცნობიერება პროფესიული განათლების მიმართ და ინტერესი ახალგაზრდებში მათ შორის. აი, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი და ზოგადად 1000 წლების ფონდის მთავარი გზავნილი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა ფიქრობენ და დგან ამ პროფესიული არჩევანის წინაშე? ძალიან რთულია პროფესიის არჩევა და ჩვენი ცხოვრების მანძილზე ხშირად ვიცვით პროფესიას, ხშირად ახალ უნარებს ვეუფლებით, იმისთვის რომ სულ განვითარდეთ, იმიტომ რომ განათლება არის, რა ვიცი, სიცოცხლის მანძილზე თამდევი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი და ყველას ვურჩევ, რომ თუ არა აქვთ ჯერ ჩამოყალიბებული სად უნდათ, რისი სწავლა უნდათ ეს ახალგაზრდა 16, 15, 16, 17 წლის ადამიანისთვის საკმაოდ რთულია განსაზღვროთ პროფესიული განათლება არის გზა, რომ მოკლე ვადაში დაეუფლო პროფესიას და მერე უკვე უფრო კარგად ჩამოყალიბდე თუ რა გინდა რომ ისწავლო, სად გინდა რომ იმუშაო. ჩვენ კარგად ვიცით რომ მოთხოვნა არის მაღალი, ანუ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, მით უფრო თუ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის განათლების და უნარებს დავეუფლებით და ყველას მოუწოდებ რომ გაეცნოს იმ პროგრამებს, რომლებიც დღეს საქართველოში გვაქვს პროფესიულ განათლების საფეხურზე. ვიცით რომ სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას და ხელმისაწვდომობა ამ მხრივ არის ძალიან მაღალი. შესაბამისად მოგიწოდებთ რომ პროფესიულ განათლებას არ შეხედოთ როგორც ალტერნატივას უმაღლესი განათლების, არამედ როგორც მნიშვნელოვან საფეხურს და შემდეგ შეგიძლიათ ახალ უნარებს დაეუფლოთ, დააშენოთ თქვენ პროფესიულ უნარებს, ახალი პროფესია, თქვათ პროფესიას დაეუფლოთ, უმაღლეს განათლებაში წახვიდეთ, მეცნიერებაში და ასე შემდგომ. ასე რომ შესაძლებლობები არის ძალიან დიდი დღეს მსოფლიოში, განსაკუთრებით მომავლის პროფესიები არის საინტერესო ტექნოლოგიები, საინჟინრო საბუნებისმეტყველო დარგები, საქართველოსთვის ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
ასე რომ ყველას წარმატებას უსურვებ აბიტურიენტებს, ასევე წარმატებას უსურვებ პროფესიულ განათლების აპლიკანტებს და იმედი მაქვს, რომ ისეთი ინიციატივებით, როგორიც არის ეროვნული ჯილდო და სხვა უამრავი საქმე, რასაც დღეს საქართველოში განათლების სექტორში მომუშავე ორგანიზაციები ვაკეთებთ, შევძლებთ, რომ ეკონომიკის განვითარებას და ზრდას ხელი შეუწყოთ განათლების სისტემის გაძლიერებით. კი ბატონო. მაგდა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები და აუცილებლად მე უკვე შევაჯამოთ შედეგები წლევანდელი კონკურსის. მადლობა თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ მაგდა მაღრაძე ათასლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა მას საინტერესო საუბრისთვის. ახლა კი ჩვენი შემდეგი თემა 10 წლეულების განმავლობაში შეერთებული შტატები ევროპელებისთვის და განსაკუთრებით ირლანდიერებისთვის მთავარ საოცნებო დანიშნულებად რჩებოდა, თუმცა დღეს გლობალური მიგრაციის რუკაზე უპრეცედენტო სურათი იხატება. ოფიციალური სტატისტიკით ირლანდიაში საცხოვრებლად უკვე უფრო მეტი ამერიკელი გადადის, ვიდრე პირიქით. თავად შეერთებულ შტატებში კი მიგრაციული სალდო ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად არის უარყოფითი. რატომ ტოვებს 100,000-ობით ამერიკელი საკუთარ ქვეყანას ნებაყოფლობით, რა როლს თამაშობს ამ პროცესში ვაშინგტონის პოლიტიკა და როგორ იქცა ირლანდია სტაბილურობის ახალ ცენტრად? ვნახოთ სიუჟეტი, ჩვენ კი რეკლამის შემდგომ ბრუნდებით. საუკუნეების განმავლობაში ირლანდიელი ემიგრანტებისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკური გადარჩენისა და ახალი შესაძლებლობების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენდა. დღეს კი გლობალურ მიგრაციულ რუკაზე სრულიად განსხვავებული რეალობა იკვეთება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2024-დან 2025 წლამდე პერიოდში ირლანდიაში საცხოვრებლად გადასული ამერიკელების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 4,900-დან 9,600-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ირლანდიელების რიცხვს უკვე გრძნობლად აჭარბებს. ბრუკინგსის ინსტიტუტის უახლესი ანგარიში ადასტურებს, რომ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად ამერიკამ იმაზე მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე მიიღო. ვაშინგტონის ახალი ხისტი კურსი ქვეყნის შიგნით ორ პარალელურ ტენდენციას აყალიბებს. ერთია მკვეთრად აგრესიული საიმიგრაციო პოლიტიკა, რამაც მხოლოდ გასულ წელს ამერიკიდან დეპორტირებული ირლანდიელების რიცხვი 50%-ით გაზარდა. თუმცა თუ უცხოელებს ქვეყანას იძულებით ატოვებინებენ, შექმნილ სოციალურ პოლიტიკურ რეალობას თავად ამერიკელები უკვე საკუთარი ნებით გაურბიან. Wall Street Journal-ის მონაცემებით სწორედ ამაზე მეტყველებს. 2025 წელს შეერთებული შტატები 180,000 ადგილობრივმა მოქალაქემ დატოვა, რაც ამერიკის ისტორიაში აბსოლუტური სარეკორდო მაჩვენებელია. მეორე მხრივ, თავად ირლანდიამ უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა. მკაცრი კონსერვატიული საზოგადოებიდან ის თანამედროვე, ლიბერალურ და მაღალ ტექნოლოგიურ ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკად ჩამოყალიბდა. სოციალურმა რეფორმებმა ქვეყნის იმიჯი გლობალურ ასპარეზზე რადიკალურად შეცვალა. ცნობილი ირლანდიელი მწერალი კომ ტოიბინი, რომელიც თავის შემოქმედებაში ხშირად იკვლევს ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებს, აღნიშნავს, რომ ისტორიული მითი ამერიკაზე, როგორც შესაძლებლობების უპირობო ცენტრზე უკვე დაიმსხვრა. ახალგაზრდების ტრადიციული ნაკადი ოკეანის მიღმა უბრალოდ შეჩერდა, რადგან თავად ირლანდია გახდა კოსმოპოლიტური და ღია სივრცე. ირლანდიაში ახლად გადასული ამერიკელი ექსპატების მოტივაცია საკმაოდ კომპლექსურია და ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად უსაფრთხოების ფუნდამენტურ საკითხებსაც მოიცავს. შეიარაღებული ძალადობის მაღალი მაჩვენებელი და პოლიტიკური პოლარიზაცია შეერთებულ შტატებში ბევრი ოჯახისთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გადამწყვეტი მიზეზი აღმოჩნდა. ევროპული კეთილდღეობის მოდელი, საყოველთაო უსაფრთხოება და ირლანდიის კოლექტიური, ნაკლებად ინდივიდუალისტური საზოგადოება ამერიკელი მიგრანტებისთვის სრულიად ახალ და მიმზიდველ ალტერნატივას ქმნის. შესაბამისად, ამერიკის მოქალაქეებში, რომლებსაც ირლანდიური ფესვები აქვთ, მოთხოვნა ირლანდიურ პასპორტებზე უკვე 10%-ით გაიზარდა. მიგრაციული სალდოს ეს მკვეთრი ცვლილება ირლანდიისთვის ეკონომიკურ სარგებელთან ერთად გარკვეულ გამოწვევებსაც აჩენს. მართალია, ქვეყანაში დასაქმების დონე შთამბეჭდავ ნიშნულზე 74.9%-ზე ფიქსირდება, მაგრამ პარალელურად უძრავი ქონების ბაზარზე მწვავე კრიზისი მწიფდება. ხელმისაწვდომი საცხოვრებლის დეფიციტი სერიოზულ ბარიერად იქცა, რის გამოც საიმიგრაციო საკონსულტაციო კომპანიები კლიენტებს ქალაქის ცენტრებისგან შორს რეგიონებში დასახლებას აქტიურად ურჩევენ. რაც შეეხება თავად ირლანდიელებს, მათი ემიგრაციის გეოგრაფია ფუნდამენტურად გადაეწყო.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყნიდან წამსვლელთა საერთო რაოდენობა 6%-ით შემცირდა, ხოლო მთავარ სამიზნე მიმართულება და არა ამერიკა, არამედ ავსტრალია და კანადა იქცა. შეერთებულ შტატებში სამუშაო და სასწავლო ვიზებზე დაწესებულმა ახალმა მკაცრმა რეგულაციებმა აიძულა ადგილობრივი სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები საკუთარი კარიერული განვითარებისთვის ალტერნატიული ბაზრები მოეძებნათ. მხოლოდ ავსტრალიაში წასული ირლანდიელების რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 13,500 მიაღწია, რაც 2013 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ამერიკაში წასულთა რიცხვს ორჯერ აღემატება. საბოლოო ჯამში ორ ქვეყანას შორის მიგრაციული ვექტორის ასეთი შემოbrunება დროებითი გადახრა სულაც არ არის. ის მკაფიოდ ასახავს იმ ფართო მასშტაბიან გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ძვრებს, სადაც ტრადიციული მიზიდულობის ცენტრები თავის ისტორიულ გავლენას კარგავენ, ხოლო სწორად მართული, მყარი ეკონომიკისა და ღია საზოგადოების მქონე ევროპული სახელმწიფოები გლობალური ტალანტებისა და ადამიანური კაპიტალის ახალ ძლავრ მაგნიტად ყალიბდებიან. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ პროფესიული განათლების თემაზე საუბარს. ბოლო წლებში მსოფლიო მასშტაბით მკვეთრად იზრდება ინტერესი პროფესიული განათლების მიმართ, რადგან თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკულ უნარებსა და სწრაფად დასაქმების პერსპექტივაზე მოთხოვნა სულ უფრო ხშირად აღემატება ტრადიციული აკადემიური დიპლომის მნიშვნელობას. პროფესიული სწავლების სისტემა ყველაზე მეტად განვითარებული და ძლიერია ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიც არის გერმანია, შვეიცარია და ავსტრია, სადაც ეფექტიანად ფუნქციონირებს ცნობილი დუალური მოდელი, რაც სასწავლებლებში მიღებული თეორიული ცოდნისა და რეალურ სამუშაო ადგილზე ანაზღაურებადი პრაქტიკის სინთეზს გულისხმობს. აღნიშნულ სახელმწიფოებთან ერთად უმაღლესი სტანდარტებითა და მაქსიმალური ხილმისაწვდომობით გამოირჩევა ფინეთი და სკანდინავიის სხვა ქვეყნები, სადაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ პროგრამებს. ეს სისტემები არა მხოლოდ ახალგაზრდებს უხსნის კარიერულ გზას, არამედ პროფესიის შეცვლის მსურველ ზრდასრულებსაც თავაზობს სრულიად ღია, მოქნილ, საგანმანათლებლო რესურსებს, რაც ამ რეგიონებს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისა და გლობალური ეკონომიკის მოთხოვნებთან ადაპტირების საუკეთესო მაგალითებად აქცევს. ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და კერძო სექტორის ჩართულობასთან. ჩვენი შემდეგი სტუმარი არის ადამიანი, რომელმაც 2014-2020 წლებში უდიდესი როლი ითამაშა პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირებაში, განაახლა კვალიფიკაციების სისტემა და წვლილი შეიტანა სექტორში 150 მილიონ ევროზე მეტი საერთაშორისო ინვესტიციის მობილიზებაში. ირინა წეროძეს 20-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, იყო ევროპის განათლების ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, დღეს კი Skills Up Network-ის თანადამფუძნებელია, ბიზნესზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ქსელის, რომელიც მიზნად ისახავს უნარების ეკოსისტემების ჩამოყალიბებას. მასე ირინა წეროძე Skill Up Network-ის თანადამფუძნებელია. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოგესალმებით ირინა, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ერთი წელი შეუსრულდა ხო Skill Up Network-ს და მინდა გითხოთ, რა იყო ის მთავარი ბიძგი, ინიციატივა, რის გარშემო შეიქმნა და გადაწყდა, რომ შექმნილიყო მსგავსი პლატფორმა? დიდი მადლობა. პრინციპში შემიძლია ჩემი გუნდის, ასე ვთქვათ, ხედვით დავიწყო, რომელიც იყო საფუძველი Skills Up Network-ის ჩამოყალიბების. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაცია არის ერთის მხრივ საკონსულტაციო პლატფორმა, მეორეს მხრივ ეს არის გაერთიანება ბიზნესების, რომლებსაც ან უკვე აქვთ განათლების სისტემები დაინტეგრირებული თავიანთ საოპერაციო სისტემებში, ან აპირებენ მომავალში ჩაერთონ უნარების განვითარების სქემებში. ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის ბოლო წლებში არსებული სიტუაცია საქართველოში. ვიცით და თქვენც აღნიშნეთ, რომ წარმატებული პროფესიული განათლების სისტემები, როგორც არის გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში და ასე შემდეგ, ფუნქციონირებს კარგად იმიტომ, რომ სწორედ ბიზნესი და დამსაქმებელი არის ჩართული. ჩვენს ქვეყანაში ეს ყოველთვის იყო გამოწვევა, თუმცა ეს ყოველთვის იყო რეფორმის პრიორიტეტი. თუმცა მექანიზმები, რომელიც კერძო სექტორის ჩართულობას უზრუნველყოფდა, ცოტა სუსტი იყო, შემიძლია ახლა ვთქვა, ვინაიდან შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული ძვრები კერძო სექტორის ჩართულობასთან დაკავშირებით ფორმალურ განათლებაში ცოტა სუსტია. შესაბამისად, ჩვენ, როდესაც ჩვენი
ბოლო საქმიანობა განსაკუთრებით რომელიც დაკავშირებული იყო USAID-ის ერთ-ერთ პროგრამასთან, იქ აღმოვაჩინეთ აბსოლუტურად ახალი მიმართულება და მიმდინარეობა, რომელიც გახდა საფუძველი სწორედ ასეთი ტიპის ორგანიზაციის ჩამოყალიბების. ანუ რა დაკვირვება იყო ეს, მინდა ამაზე ორი სიტყვა ვთქვა. პრინციპში, ანუ ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, როგორ უყურებთ ჩვენ განათლებას. უყურებთ ჩვენ მას როგორც სოციალურ სერვისს თუ უყურებთ მას როგორც სტრატეგიულ ინვესტიციას ეკონომიკის განვითარებისათვის. ნებისმიერი წარმატებული ქვეყანა და წარმატებული ეკონომიკა ადამიანური კაპიტალის განვითარებას მას უყურებს როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან, თუ არა ერთადერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იმისათვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა და დღეს ქვეყნები პრინციპში ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან სწორედ ადამიანური კაპიტალის რამდენად ადაპტირებადია მათი ადამიანური რესურსი იმ ახალ გამოწვევებთან, რომელიც, როგორც ვიცით, სულ მცირე ტექნოლოგიები რო ავიღოთ, აყენებს, თქვათ, მსოფლიო მასშტაბით დღის წესრიგში. შესაბამისად, ეს ჩვენი ხედვა, რომელიც უფრო ეკონომიკური მიმართულებით წაიყვანდა განათლების სერვისების ჩამოყალიბებას და მათ მიწოდებას, იყო საფუძველი Skillsup Network-ის, როგორც დამსაქმებლების და ბიზნესის გაერთიანების პლატფორმის ჩამოყალიბებისა და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული პრაქტიკა, რომელიც კერძო სექტორის ჩართულობას გვიჩვენებს, საკმაოდ საინტერესოდ გამოჩნდა USAID-ის პროგრამაში, იმიტომ რომ არაერთხელ მithქვამს, რომ თუკი ჩვენ მაგალითად არ ვიყავით კმაყოფილები კერძო სექტორის ჩართულობით ფორმალურ განათლებაში, არაფორმალურ განათლებაში ჩვენ მივიღეთ საგრანტო წინადადებები, რომელიც უზრუნველყოფდა $100 მილიონ მეტი ინვესტიციის მზაობას კერძო სექტორიდან. ანუ ეს ნიშნავდა იმას, რომ გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმებით ბიზნესი მზად იყო ჩართულიყო უნარების განვითარების ეკოსისტემაში, რა თქმა უნდა, გარკვეული თანადაფინანსების და თანამონაწილეობის პრინციპის გათვალისწინებით, იმიტომ რომ გარკვეულ წამყვან და დიდ ბიზნესებს ესმით და ძალიან მიხარია, რომ ეს ტენდენცია დაიწყო, რომ ბიზნესის განვითარება ეს პირველ რიგში ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარება და მასში ინვესტიცია ეს არ არის მხოლოდ გარკვეული რაღაცა ალტრუისტული მიზნებისათვის, ეს არის აუცილებლად შენი კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, იმიტომ რომ აუცილებელია ჩვენ გავიაზროთ ისევე როგორც მთელ მსოფლიოში არის ეს ტენდენცია მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპი. თუ კი ადრე ჩვენ მქონდა ვითარება, როდესაც ადამიანი ერთხელ მიიღებდა განათლებას და მერე იმ განათლებით მთელი ცხოვრება, ვთქვათ, ასრულებდა გარკვეულ სამუშაოებს, დღეს მას რომ დავარქვათ, ასე ვთქვათ, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, სწორედ ტექნოლოგიების დიდი მონაცემების ვერ გაჩერდები და მუდმივ განვითარებას ზრდაში აუცილებლად არის საჭირო რომ მუდმივად იყო ჩართული შენ მომზადებისა და გადამზადების სქემებში. და აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის ერაში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მივიჩნევთ, ეს არის დასწავლის უნარი. ანუ რამდენად განვითარებული გაქვს შენ სწავლის უნარი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საფუძველი, იმიტომ რომ ტექნიკური კომპეტენციების და ტექნიკური უნარების შეძენა, რა თქმა უნდა, მოკლე ვადაში შესაძლებელია სხვადასხვა საგანმანათლებლო სერვისებში ჩართულობით, თუმცა აი სწავლის უნარი დღევანდელ ეპოქაში არის აბსოლუტურად საკვანძო. მინდა გითხოთ, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის გზა, რაც საქართველოში პროფესიული განათლების მნიშვნელობამ და ზოგადად პროფესიულმა განათლებამ გაიარა. რამდენად გვაქვს ზრდა და რამდენად გვაქვს ის გაბედული ნაბიჯები გადადგმული, რაც შემდგომ იწვევს რეალურ შედეგებს. და თქვენ ახსენეთ, რომ ის ქვეყნები, სადაც განვითარებულია პროფესიული განათლება და უფრო მეტი ადამიანი ერთვება წლიდან წლამდე, არის იმის დამსახურება, რომ ჭიდრო კავშირია ბიზნესსა და დამსაქმებელს დასაქმებულს შორის. აი ამ მიმართულებით რა ვითარება, რამდენად არის ზრდა და დადებითი ტენდენციები? ესე იგი, ჩვენ შეიძლება ამ საკითხს შევხედოთ უფრო ხარისხობრივ ჭრილში და არა რაოდენობრივ ჭრილში. იმიტომ რომ მაგალითად შარშანდელი სტუდენტების ჩარიცხვა დაახლოებით ფორმალურ განათლებას გულისხმობ, დაახლოებით იყო 17,000, რაც საკმაოდ კარგი ციფრია და გვიჩვენებს გარკვეულ მნიშვნელოვან ზრდასაც რაოდენობრივად. თუმცა ხარისხობრივი ნაწილი აქ, ანუ რამდენად კმაყოფილია ბიზნესი იმ კვალიფიკაციებით, რომელსაც ის იღებს ფორმალური განათლების სივრციდან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ თქვენს
ეთერშიც არაერთხელ გაჟღერებულა, როდესაც დამსაქმებელი მუდმივად ეძებს კვალიფიციურ კადრებს და მას თუ იპოვის ფიზიკურად მერე აუცილებლად რთავს თავის გადამზადების სისტემებში. ასე რომ აქ არის ეს არარელევანტურობა, თქვათ, უნარების განვითარების მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, ეს კავშირის არარსებობა ძალიან და საკმაოდ დიდი, ესე ვთქვათ, გეფი საკმაოდ ცუდად აისახება ბიზნესის განვითარებაზე. თუმცა, ამის გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ისევ იყო ის, რომ დამსაქმებელი არ იყოს უნარების მომხმარებლის როლში, არამედ ის იყოს ამ ეკოსისტემის არქიტექტორის როლში გადავიდეს, იმიტომ რომ თუ კი ის არ იქნება ჩართული მთლიან საგანმანათლებლო პროცესში ფორმირებიდან დაწყებული, თქვათ, განხორციელება და შემდგომ უკვე შეფასების პროცესი, მუდმივად იქნება ეს ხარისხობრივი პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რას უშვებს ფორმალური განათლება. მე მინდა გამოვყო სტრატეგიის და რეფორმის ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პროფესიულ განათლების სტრატეგიაში არის ასახული. ჩვენ, როდესაც დავიწყეთ ჩემი ძველი როლიდან გამომდინარე რეფორმის პროცესი, სასტარტო და საწყისი ეტაპი რა იყო, მაშინ ალბათ შეიძლება იმას შევადაროთ ეხლა და შემდგომში უკვე რა განვითარდა. კვალიფიკაციების გადახედვის ინიციატივები, ხარისხის უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, გარკვეული ინკლუზიურობის შემოტანა და ასე შემდეგ იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა რა თქმა უნდა ამ წლების განმავლობაში სამყარო ვითარდება და პროფესიული განათლების სისტემის დღის წესრიგი დღეს ალბათ ვერ იქნება ის, რაც იყო 5 და 6 წლის წინ. თუმცა კერძო სექტორის ჩართულობა არის ნამდვილად, ასე ვთქვათ, წამალი ამ ყველაფრის და ამ მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც ვფიქრობ, რომ სამინისტროსთვის როგორც ერთ-ერთი მთავარი წამყვანი აქტორისთვის ამ სისტემაში არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი ამ მექანიზმების ამუშავება. იმედი მაქვს, რომ ის რაც სტრატეგიაში არის მოცემული, რომ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად გარკვეულ ბიზნეს მოდელებზე საუბარი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის როგორც თანაპარტნიორის და თანაინვესტირების აქტორის ჩამოყალიბებას, ეს ყველაფერი გამოვა. ძალიან საინტერესოა და ჩემს პერიოდში ვერ მოხერხდა აღნიშნულის დაპილოტება, ეს არის მაგალითად საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტის აუთსორსინგი კერძო სექტორზე. მგონია, რომ ძალიან საინტერესო მოდელი შეიძლება გამოვიდეს და იყოს ერთგვარი, ასე ვთქვათ, რეცეპტი გარკვეული პროგრესისა და განვითარებისათვის. მე როგორც ვიცი, სტრატეგიაში ეს მოცემულია და ვისურვებდი, რომ მაგალითად ამ მიმართულებითაც ყოფილიყო სამუშაოები გაშლილი. თუმცა იყო გარკვეული ინსტიტუციური ცვლილებები სისტემაში, როგორც თქვენ იცით, უნარების სააგენტოს დახურვამ გამოიწვია ის, რომ მთლიანად საქმიანობა ისევ გადავიდა სამინისტროს ხელში, რომელიც იქნება ერთგვარი ფასილიტატორი კერძო სექტორის ჩართულობის მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ რესურსულად ისინი უფრო გაძლიერდებიან იმისათვის, რომ ეს ამხელა მასშტაბი იქნეს რაღაცა გარკვეულ წარმატებამდე მიყვანილი. და ირინა, ბოლოს კითხავთ Skills Up Network-ის გეგმებზე, რა არის ის თავი მიზნები, რასაც უყურებს ეს პლატფორმა და ამ დროის განმავლობაში ერთი წელია, ხო ძალიან მცირე დროა, რაც არსებობს ჯერ ეს ქსელი და რამდენად გამოიწვია ის ინტერესი, მათ შორის ბიზნესის მხრიდან. ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს დაახლოებით 5 წევრი ბიზნესები, რომლებიც ასევე ზოგიერთი მათგანი ჩვენ სპორტში შემოდიან, რომლებიც ასევე შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული ესე ვთქვათ როლ მოდელები არიან დღეს საქართველოს ეკონომიკისათვის. ინტერესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ისევ ვახორციელებთ ძალიან აქტიურ კამპანიას იმისათვის, რომ გავზარდოთ ჩვენი წევრების რაოდენობა, თუმცა საქმიანობას რაც შეეხება, ვცდილობდით და ეს პლატფორმა სწორედ მაგისთვის იყო შექმნილი, რომ გარკვეული ტექნოლოგიური გადაწყვეტები შეგვეთავაზებინა ესეთი ტიპის ბიზნესებისთვის, რომლებსაც აქვთ თავიანთი ტრენინგ ცენტრები და აკადემიები. ჩემი წინასწუმრობისას გავაჟღერე, რომ მაგალითად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტუდენტთა შეფასების სისტემაზე ვიმუშავეთ და ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ის ჩვენი წევრებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი წევრებისთვის და ახლა ვმუშაობთ იმისათვის, რომ გარკვეული ასე ვთქვათ წარმატებული
წარმატებული დაწესებულების სტატუსი მივანიჭოთ, ვიყოთ მიმნიჭებელი წარმატებული საგანმანათლებლო ინსტიტუციის სტატუსისა. ეს ეხება ევროპის განათლების ფონდის Excellence ცენტრის სტატუსს. ეს გახლავთ ერთგვარი community, რომელსაც სადაც ერთიანდებიან ისეთი დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ ფოკუსი ინოვაციებზე, სტეიქჰოლდერების ჩართულობაზე, მაღალი ხარისხის სწავლაზე და ჩვენ მათთან ვიწყებთ პარტნიორობას იმისათვის, რომ სწორედ ეს მონიტორინგისა და შეფასების სისტემები დავნერგოთ და იმ დაწესებულებებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, მათ გაუწიოთ ერთგვარი შუამდგომლობა ევროპის განათლების ფონდთან, რომ მიიღონ სწორედ Excellence ცენტრის სტატუსი. ირინა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, საინტერესო ინტერვიუსთვის და წარმატებები Skills Networks და რჩებითი მიმედით, რომ აუცილებლად გაგვიზიარებთ ხოლმე სიახლეებს და იმ პროექტებს, რასაც დაიწყებთ და განახორციელებთ. დიდი მადლობა თქვენ. ირინა წეროძე, Skills Up Network-ის თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად. პირდაპირ ეთერში მადლობა მას პროფესიული სიღრმისეული ანალიზისთვის, რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ეთერს, ამით დასრულებულია მეგემშვიდობებით ხოლმე, თუმცა BMG-ის ეთერს აგრძელებს საქმის კურსი რამდენიმე წუთში.